Idopisa 17 ოქტომბერს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. ცვლილებები განათლების სისტემაში. ქართული ოცნება ახალი კონცეფციით მუშაობას აანონსებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით განიხილება 3+1 სისტემით უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება და სკოლებში 12-დან 11 წლიან სწავლებაზე დაბრუნება. კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით წელს მესამე კვარტალში ქვეყანაში 8353 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით 8354 შემთხვევა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა. ავერსიელის რომ კონკურენციის სააგენტოსთან დავა კომპანიის სასარგებლოდ დასრულდება. მმართველობითი ანგარიშის მიხედვით კომპანია 14.200.000-ის ჯარიმას კატეგორიულად არ ეთანხმება და სასამართლოში დაობს. 300 კილოგრამზე მეტ კაკალსა და ნუშის წარმოების რეალიზებაზე მოთხოვნები მკაცრდება. ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები, რომლითაც საექსპორტო პროდუქტზე დამატებითი მოთხოვნები წესდება, ძალაში შევიდა. არქიტექტორის არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად სერტიფიცირება გადავადდა და 2026 წლის 1 სექტემბრამდე მათ ეს მოთხოვნა აღარ იქნებათ. აქამდე მოქმედი კანონით არქიტექტორებს სერტიფიკატის გარეშე არქიტექტურული პროექტის დამოწმება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე შეეძლოთ. განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სურს საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად დამატებით მოგახსენებთ. გენერალურმა პროკურორმა ის განცხადება 1 საათის წინ გააკეთა კონკრეტული ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. კონკრეტულად რა საქმეზე მიდის გამოძიება ოფიციალურად არ თქმულა. გიორგი ღვარაკიძემ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა დღევანდელი განცხადება და მხოლოდ ის თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ობიექტები არიან ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ ფარცხალაძე და მათთან დაკავშირებული პირები. დამატებით ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში საქმის კურსში ჩაგაყენებთ. უმაღლესი განათლების რეფორმისთვის მზადება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმის ფარგლებში 7 ძირითად გამოწვევაზე და ამოცანებზე გუშინ ისაუბრა და უფრო ფართო მსჯელობა თვითველებზე სამომავლო დაანონსა. ირაკლი ყობახიძის გზავნილებს განხილვა უკვე მოჰყვა. განათლების ექსპერტები კრიტიკულად არიან განწყობილები. სახელმწიფო უნივერსიტეტების პოზიციები განსხვავებულია. ვინ რა არგუმენტი თქვა დღეს, ვის რა მოწონს და რა არ მოსწონს განათლების კიდევ ერთ დაანონსებულ რეფორმასთან დაკავშირებით ანკა ჯოხაძე მიმუშავა ამ თემაზე. ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. ბევრი ლექტორს სამსახურის გარეშე დატოვოს. არა, საუბარია გადანაწილებაზე. მე მინდა შეგახსენოთ, ესეც განათლების ნაწილია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ქართული ოცნება განათლების მორიგ რეფორმას აანონსებს, რომლის პრეზენტაციაც საზოგადოებას არა განათლების მინისტრმა, არამედ პირადად ირაკლი ყობახიძემ გააცნო. ერთი ფაკულტეტი, ერთი უნივერსიტეტი. ესაა ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც გუშინ გაჟღერდა. ამ მიდგომის საფუძველზე ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ ეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ კონკურენციას პრაქტიკულად მოსპობს. თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინიციატივას იწონებენ.
განვითარებაზე ორიენტირებულობა დაამთავრდა, იმიტომ რომ უნდა იყოს ერთი ფაკულტეტი და ერთი უნივერსიტეტი ყოველგვარი კონკურენციის გარეშე და კონკურენციის გარეშე აკადემიურ პერსონალში ის მთლიანად კლავს ინოვაციურობას და განვითარებაზე ორიენტირებულობას, ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ჩვენ ვართ ფუნდამენტი ეკონომიკური სწავლებისა საქართველოში. 50 წელი ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ ამ ლიდერობას დავთმობთ. სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ამ უმაღლეს სასწავლებელში ამ პროგრამით ასე უნდა მომზადდეს ამდენი ეკონომისტი. სახელმწიფო შეკვეთის არსი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო გარკვეული ზომით იმაზეც იღებს პასუხისმგებლობას, რომ შემდეგ ეს ადამიანები იქნებიან პროფესიით დასაქმებულები. უნივერსიტეტი თავისი არსით გულისხმობს მულტიდისციპლინურობას, დარგებს შორის ტრანსდისციპლინურობას და ამის გარეშე ძალიან რთულია, რომ დღეს სერიოზულ სამეცნიერო პროგრესს მიაღწიონ უნივერსიტეტებმა და იმის ნაცვლად, რომ ამ ტენდენციაში ჩავერთოთ, ეს დარგებად დაჩეხვა ამ მიმართულებების არის ძალიან მავნებლური დაპირება. პროექტის მიხედვით უნდა შეიცვალოს სტუდენტებზე გრანტების გაცემის წესიც. არსებული ვაუჩერი, რომლის მოცულობაც დღეს 2250 ლარია, ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის და სპეციალობისთვის იდენტური არ უნდა იყოს. განათლების ექსპერტები თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა სახელმწიფო დაფინანსების გარეშე ის სტუდენტები დარჩნენ, რომლებიც არჩევანს კერძო სასწავლებლებზე აკეთებენ. რომ უნდა გადაიხედოს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ერთი და იგივე თანხაში მოვაბზადოთ, ვთქვათ, ექსპერიმენტულ ფიზიკაში და იმაში, რა ქვია, თუნდაც ეკონომიკაში. არ ჯდება ეს ერთი და იგივე ხარჯი. განათლება როგორც ბიზნესი, ეს არის კერძო სასწავლებლების საქმე. მოძებნეთ ეს ნიშა. ვაუჩერის განთავსება მხოლოდ სახელმწიფო, ან რაც იქნება უმაღლეს სასწავლებლებში აბსოლუტურად გამართლებულია. ეხლანდელი მოდელით რაც შემოთავაზებულია სავარაუდო დეტალების გარეშე, იგულისხმება, რომ ეს კერძო ვაუჩერული დაფინანსება უქმდება და კერძო უნივერსიტეტები დაფინანსებას ვერ მიიღებენ, თუმცა მიიღებენ მხარდაჭერას სამედიცინო განათლებით საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისთვის. ისევე როგორც არათუ სახელმწიფო დახმარებას და მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, დიდი ალბათობით იმ სტუდენტებს, რომლებსაც დღეს კერძო უნივერსიტეტები იღებენ, ის სტუდენტებიც უნდა გადანაწილდნენ ქუთაისის თუ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იმ სხვა პროგრამებზე, რომელიც დღეს სწავლობენ. ანუ ფაქტობრივად ეს ხელმისაწვდომობაც და ეს კონკურენციაც ჩაკვდება. განათლების ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ კერძო უნივერსიტეტებს სავარაუდოდ აქცენტის გაკეთება უცხოელ სტუდენტებზე მოუწევთ, რადგან ირაკლი კობახიძე სახელმწიფო სასწავლებლებში მათი რაოდენობის შემცირებაზეც ფიქრობს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც დღეს ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტების სახელმწიფო დაფინანსება გაიზრდება, პრობლემას ამ ინიციატივაში ვერ ხედავენ. ბატონ პრემიერს არ უთქვამს, რომ საერთოდ არ იქნება უცხოელი სტუდენტები, მან თქვა, რომ იქნებიან უცხოელი სტუდენტები მხოლოდ იმ სპეციალური გადაწყვეტილების ფარგლებში, ანუ რაღაცა რაოდენობა შესაძლოა იყოს. რეალურად თუ და ესეც მოხდება დარწმუნებული ვარ, გაიზრდება დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო უნივერსიტეტი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ჩვენ უფრო მეტ რესურსს დავუთმობთ ქართულ სტუდენტებს და მთლიანად გადავერჩევით ქართული სტუდენტების მაღალი ხარისხით მომზადებაზე. საერთაშორისო სტუდენტების ჩამოსვლა და ქართული სტუდენტების წასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი აკადემიური და კულტურული გაცვლის და მომავალში მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობების საფუძველი. ისე რომ ამის მხოლოდ მონეტარულ საკითხად დაყვანა არის კონცეპტუალურად არასწორი, მით უმეტეს საგანმანათლებლო პერსპექტივიდან. სახელმწიფო უნივერსიტეტებში, როცა სახელმწიფო კი არის, მაგრამ მას თავისუფალი რესურსები აქვს დამოუკიდებელი ფინანსების მოზიდვის, ეს იმ ბერკეტს კლავს, რომელიც კონტროლის და რეპრესიებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. დაანონსებული რეფორმის ნაწილია შრომის ბაზრის კვლევაც. კობახიძის თქმით, ბაზრის მოთხოვნებსა და რაოდენობრივად გამოშვებულ სპეციალისტებს შორის მნიშვნელოვანი აცდენაა და საჭიროა კვლევის საფუძველზე პროგრამების პრიორიტეტიზაცია. ექსპერტები თვლიან, რომ პროფესიებზე მოთხოვნები მუდმივად ცვალებადია და კვლევის ჩატარება პრობლემას ვერ გადაჭრის. სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი განსხვავებული შეფასებები კეთდება.
38 წლის ასაკში ადამიანის 10-14 სამსახური აქვს შეცვლილი. იმიტომ რომ დინამიურია პროცესი და ადამიანები საქმდებიან იმ სფეროებში, რომელიც არ არსებობდა მათი სწავლის პერიოდში. როგორ შეიძლება შენ ეს დაგეგმო, თუ კი ამ ტიპის სახელმწიფოს ხმი. ეს შეგიძლია დაგეგმო, თუ კი ჩაკეტილ სახელმწიფოს ხმი, სადაც იცი რომ განვითარება არ მოხდება, გააქვს სტატიკური მდგომარეობა და გეგმავ რომ გჭირდება ამდენი ინჟინერი, ამდენი ტექნოლოგიის სპეციალისტი, ამდენი ბიზნეს ადმინისტრირები. ძალიან ბევრი მიმართულებაში ძალიან რთულია ბაზრის პროგნოზირება, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ცვალებადია ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად. შესაბამისად, ის ტრადიციული ბაზრის კვლევები, რომელიც ჩვენ 20 წლის წინ უნდა ჩაგვეტარებინა და არასდროს სრულფასოვანი ბაზრის კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა, დღეს არის უკვე მოძველებული. ზუსტად იმ სპეციალობის და იმ რაოდენობის სამედიცინო პერსონალი უნდა გამოუშვას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, რამდენიც ქვეყანას სჭირდება. რომ სწორად მოხდეს დასაქმებაც და სწორად მოხდეს გადანაწილება ამ რესურსებით. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი. წარმოდგენილი ხედვით, უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი ბაკალავრიატს და 1 წელი მაგისტრატურას დაეთმობა. თუმცა ცვლილებები იგეგმება სკოლების, ანუ საშუალო განათლების სისტემაშიც. წარმოდგენილი პროექტით სწავლა 12-ის ნაცვლად 11 წლიანი უნდა გახდეს. თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოიფარგლოთ 11 წლით, ხო? ამას უნდა შევთანხმდეთ. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12 წელი. თავარი ამოცანაა, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგენთ. ყველა თემაზე გვექნება მსჯელობა, აბსოლუტურად ყველა თემაზე. თუ რაიმე არის დასახვეწი, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის მზად ვართ. თავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია. ამ ინიციატივას გამორჩეული კრიტიკა მოჰყვა, რადგან თავის დროზე 12 წლიან სასწავლო სისტემაზე გადასვლა განათლების სამინისტრომ უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის მიზნით მიიღო. განათლების სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართულ სტუდენტებს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობას უზღუდავს. ევროპული საგანმანათლებლო სივრცე, რომლის წევრობისკენაც და წევრობაში მთელი ძალისხმევა ჩაიდო, აღარ იქნება პრიორიტეტი და ჩვენ აღარ ვიქნებით მისი ნაწილი. ეს ცალსახად ჩანს თუნდაც 11 წლიანი სწავლების შემოთავაზებაში, რომელიც გულისხმობს, რომ შორდებით მთლიანად ევროპულ და ამერიკულ სტანდარტს, რომელიც გულისხმობს, რომ 12 და 13 წლიანი განათლება არის მნიშვნელოვანი უმაღლესი განათლებისთვის მოსამზადებლად, ცხოვრებისეული გამოცდილების შესაბამისად და საგროვებლად, რომ მოწიფული ახალგაზრდა იყოს სკოლის დამთავრების შემდგომ. კიდევ ერთ დაბრკოლებას შექმნის სტუდენტებისთვის, რომ 12 წელი სრული ზოგადი განათლება მოიპოვონ იმისთვის, რომ მათ მარტივად შეძლონ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება და ესეც, რასაც ირაკლი კობახიძე ასახელებს, რომ რის საფუძველზეც უნდა დაზოგოს თურმე თანხები, რეალურად ისევ ოჯახებს დააწყვებათ ამისი ტვირთი. განათლების რეფორმის ფარგლებში განიხილება საუნივერსიტეტო ქალაქების შექმნაც. ქართული ოცნების მთავრობას სურს, რომ ამ კუთხით საქართველოს რეგიონებში უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების გადანაწილება მოხდეს და თბილისში არსებული კონცენტრაცია განიმუხტოს. რამდენად საბოლოოა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ხედვა განათლების სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით უცნობია. არ დასახელებულა არც ვადები და არც დრო, როდის დაიწყება წარმოდგენილ ხედვასთან დაკავშირებით საჯერო პროფესიული განხილვები. უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევაში. პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების პარალელურად მოდი გადავხედოთ სტატისტიკას. არსებული მონაცემებით საქართველოში სულ 37100 უცხოელი სტუდენტია 2024-2025 წლის სასწავლო მონაცემებით. 2025-2026 წლის სტატისტიკა ჯერ ცხადი არ არის გამოქვეყნებული, თუმცა უკანასკნელ წლებში არსებული 20%-იანი ზრდის გათვალისწინებით ის მიმდინარე წელს სავარაუდოდ 44000-მდე უნდა იყოს. ირაკლი კობახიძის თქმით, არიან სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ჭარბად არიან მოზიდული უცხოელი სტუდენტები, რეალურად კი სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა, სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება უნდა იყოს, მაგრამ ცალკეული უნივერსიტეტები მოგებაზე არიან ორიენტირებული, რაც ბიზნესის საქმეა. საქსტატის მონაცემებით 6 წლის წინ 2019-2020 სასწავლო წელს 13000 უცხოელი სტუდენტი იყო, 2024 და 2025 სასწავლო სეზონზე უკვე 37100
100. ამ სტუდენტების უდიდესი ნაწილი 91% კი სამედიცინო მიმართულებით სწავლობს. ამიტომ უცხოელი სტუდენტების რაოდენობის მატებამ სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან ყველაზე მეტად სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემოსავლის ზრდა განაპირობა. 2019 წელს 145 მილიონი ლარი იყო შემოსავალი, 2025 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი უკვე 186 მილიონ ლარს შეადგენს. TBC კაპიტალის სექტორული მიმოხილვის მონაცემების თანახმად განათლების სექტორისათვის უცხოელი სტუდენტების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ უცხოელი სტუდენტების 80% კერძო უნივერსიტეტს ირჩევს. TBC კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლების მიხედვით სექტემბრის მაკროეკონომიკური სურათი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინფლაციური პროცესები კვლავ აქტიურ ფაზაშია, თუმცა თვიურ ჭრილში გარკვეული შენელების ნიშნებია. TBC კაპიტალის მონაცემებით წლიური ინფლაცია 4.8%-ია, ხოლო თვიური სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი 2.8% შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ინფლაციური ზეწოლა მიუხედავად გარკვეული სტაბილიზაციისა მნიშვნელოვნად მოქმედებს ეკონომიკაზე. მიმოხილვის თანახმად ინფლაციის ზრდა ძირითადად ადგილობრივ და შერეულ პროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირდება, მაშინ როდესაც იმპორტირებული საქონლის ფასები პირიქით კლების ტენდენციას აჩვენებს. ამავე დროს ლარზე მოქმედი ფაქტორების დინამიკა შერეულია. სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერი რჩება, თუმცა დეპოზიტების ლარიზაციის ზრდა შენელებულია, რაც ეროვნულ ვალუტაზე წნეხის ნაწილობრივ შესუსტებას ნიშნავს. ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის ნაშთის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საგარეო ვალი გასული თვის განმავლობაში 178 მილიონი დოლარით 9 მილიარდ 270 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ვალის სტატისტიკის მიხედვით ვალის ნაშთის მატებამ ძირითადად მსოფლიო ბანკის მიმართ არსებული კრედიტების 115 მილიონ 800 დოლარით 2 მილიარდ 300 მილიონ დოლარამდე ზრდას დაუკავშირდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით საქართველოს ყველაზე დიდი 2 მილიარდ 480 მილიონი ლარის ვალი აზიის განვითარების ბანკის წინაშე აქვს. მიმდინარე წელს მესამე კვარტალში ქვეყანაში 8353 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. მონაცემებს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აქვეყნებს. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით 8354 შემთხვევა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. 9 შემთხვევიდან 6 კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, რამაც შესაბამისი პირები სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა, ხოლო სამ გარიგებაზე სააგენტოს შეფასებით. სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც მხარეთა მიერ არ შესრულებულა. შესაბამისად აღნიშნული პირების მიმართ სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო. 2025 წელს სააგენტოს მიერ 18872 კონცენტრაცია გადამოწყვეტა. ამ პერიოდში 15 კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა, ერთი შეტყობინების შესწავლა კი მიმდინარე რეჟიმშია. ავერსი ფარმას მოლოდინია, რომ კონკურენციის სააგენტოსთან დავა კომპანიის სასარგებლო დასრულდება. მმართველობითი ანგარიშის მიხედვით კომპანია 14 მილიონ 200.000-ის ჯარიმას კატეგორიულად არ ეთანხმება და სასამართლოში დაობს შპს ავერსი ფარმაზე დაკისრებული ჯარიმა 14 მილიონ 402.000 ლარია. კომპანია კატეგორიულად არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას, რადგან კომპანიას არასდროს არავისთან ჰქონია რაიმე სახის გარიგება, მით უმეტეს ფასებზე. კომპანიამ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, ნათქვამი არის ავერსის მმართველობით ანგარიში. 2023 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. უწყების ინფორმაციით 9 თვიანი მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში კომპანიები ავერსი, გეფა, PSP და მერმისი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების შეთანხმებულად ადგენდნენ და მათ ფიქსაციას ახდენდნენ.
მთავრობამ ყულების ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის დიზელის იმპორტზე სპეციალური წესი მიიღო, რომლის თანახმადაც ქარხანა დაბალი ხარისხის დიზელის საწვავის შემოტანასაც შეძლებს. მთავრობამ დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებით არსებული ნორმა შეცვალა. 16 ოქტომბრის დადგენილებით განისაზღვრა, რომ ქვეყანაში შესაძლებელია განხორციელდეს დაბალი ხარისხის დიზელის საწვავის იმპორტი, თუ კი ეს პროდუქცია განკუთვნილი არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის შემდგომი დამუშავების მიზნით. ამასთან დადგენილებაში მითითებულია, რომ ეს წესი ეხება მხოლოდ ისევ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის წლიური წარმატებაც 1 მილიონ ტონას აღემატება. ასეთი საქართველოში მხოლოდ ერთი ობიექტია და ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეა საუბარი. ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამუშავებელი ქარხნის მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანამ სრული ციკლის გადამუშავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო 5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას. პროექტს Black Sea Petroleum ახორციელებს და მისი ყველა ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია. პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1.200.000 ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმატება 4 მილიონ ტონამდე გაიზრდება. თამარ იოსელიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაენიშნა. იოსელიანმა ამ პოსტზე გურამ გურამიშვილი შეცვალა, რომელიც მინისტრის მოადგილის პოზიციას 2021 წლის მარტიდან იკავებდა. მინისტრის ყოფილი მოადგილე გურამ გურამიშვილი საქაერო ნავიგაციაში დასაქმდა. 17 კვირიანი კლების შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი 2%-ით გაიზარდა. შედეგად 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი $1687. მთავრობამ დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებით არსებული ნორმა შეცვალა და 16 ოქტომბრის დადგენილებით ქვეყანაში შესაძლებელია განხორციელდეს დაბალი ხარისხის დიზელის საწვავის იმპორტი, თუ ეს პროდუქცია განკუთვნილია ნავთობგადამუშავებელი ქარხნისთვის შემდგომი დამუშავების მიზნით. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა და სახელმწიფო პროგრამას ახალი მიზნობრიობა უცხოური ექსპერტების მომსახურების თანადაფინანსება დაემატა. 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ველორბოლა თბილისის თასი გაიმართება, რის გამოც დილის 9 საათიდან 12 საათამდე რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საგზაო მონაკვეთში ავტომობილების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს ორგანიზებით და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით წელსაც და უკვე მეხუთედ 24 ოქტომბრის ჩათვლით პოლონური დღეები საქართველოში იმართება, რომლის მიზანიც პოლონური პროდუქტების, როგორც უმაღლესი ხარისხის მქონე პროდუქციის პოპულარიზაცია. ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბაზარზე უკვე არსებული პოლონური პროდუქტები პარტნიორი კომპანიების სავაჭრო ქსელებსა და ობიექტებში, რომელთა რიცხვიც 1000-მდეა წელს, თვალსაჩინოდ არის მონიშნული პოლონური დღეების ლოგოთი. სად და როგორი ფორმით იქნება ეს პროდუქტები წარმოდგენილი, ასორტიმენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებას ნინი გიგიშვილი შეეცადა. ქართულ ბაზარზე პოლონური პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნად იხდება. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ჩვენ ამ ბაზარზე ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებს ვყიდულობთ, როგორიც არის მაგალითად შაქარი, სამკურნალო საშუალებები და სხვა პროდუქტები. სწორედ ამ გაზრდილი ინტერესის ფონზე პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტო უკვე მეხუთე წელია თბილისში პოლონურ დღეებს მართავს, რომლის მიზანია პოლონური პროდუქტების მიმართ ცნობადობის ზრდა და ნდობის გაღრმავება. პოლონური დღეები საქართველოში მეხუთე წელს 13 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით 1000-მდე ობიექტზე პოლონურ პროდუქციას გამორჩეული ნიშნით წარადგენს. ადრიანი კამპანიისთვის ბრენდები პოლონური დღეების ლოგოთიპ ფასდაკლებებს, დეგუსტაციებს და ინტერაქციული თამაშით სხვადასხვა სასაჩუქრე შეთავაზებებისთვის მოემზადნენ. პოლონურ დღეებს წელსაც შეუერთდნენ ნიკოროს ქსელში, სადაც სხვადასხვა აქტივობით პოლონური პროდუქციის მიმართ ცნობადობის ამაღლებას ცდილობენ. მაღაზიების ქსელში არაერთი ცნობილი პოლონური ბრენდი, პიოტნიცას რძის ნაწარმი, ლოიდის ჩაი და სხვა პროდუქციაა წარმოდგენილი.
ნიკორა სუპერმარკეტი უკვე ტრადიციულად უერთდება პოლონურ დღეებს. ყოველწლიურად ჩვენს მომხმარებლებს თავაზობთ პოლონური ბრენდების გამორჩეულ ასორტიმენტს. წელს კი მათ ელოდებათ ექსკლუზიური შეთავაზებები, 40%-მდე ფასდაკლება და დეგუსტაციები ფილიალებში. ჩვენ მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ახლოს გაეცნონ და აღმოაჩინონ პოლონური გემოები, იქნება ეს ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის, ტკბილეულის კატეგორია თუ ცივი სასმელი და ჩაი. საქართველოში პოლონური დღეების მრავალწლიანი პარტნიორია სააფთიაქო ქსელი იმპექსი, სადაც მომხმარებლებს 20-მდე პოლონურ ბრენდს თავაზობენ. იმპექსის სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია 20-მდე ცნობილი პოლონური ბრენდი, რომლებიც წლების განმავლობაში სარგებლობენ მომხმარებელთან დობითა და ერთგულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ასეთი თანამშრომლობების მხარდაჭერა, ამიტომ ტრადიციულად ვუერთდებით პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივას პოლონურ დღეებს. საცალო ბაზარზე პოლონური პროდუქციის იმპორტი და მის მიმართ ინტერესები წლების განმავლობაში მზარდია. როგორც პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოში განმარტავენ, ყველაზე მზარდი ინტერესი კვების სექტორშია. მეორე სექტორი კოსმეტიკური და ფარმაცევტული საშუალებებია. წამლები, დეკორატიული კოსმეტიკა, თავისმოვლის საშუალებების მიმართულება. მომხმარებლების ინტერესი წლევანდელი პოლონური დღეების პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალშიც აისახა. 1000-მდე ობიექტი PSP Pharmas, Zods, Ecowoods, Smarts, ფარმაგიც სუფთა სახლსა და სათამაშოს მოიცავს. საქართველოსა და პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია. გასულ წელს ექსპორტ-იმპორტის ჯამმა 382 მილიონ 400.000 დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში კი სავაჭრო ბრუნვამ 224 მილიონ 300.000 დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 5.2%-იანი კლებაა. Petre პოლონურ დღეებზე საქართველოში საუბარს განვაგრძობთ უკვე სტუმართან ერთად. ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებსაც უნდა გადავხედოთ. როგორც სიუჟეტშივე აღინიშნა, საქართველოსა და პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია. გასულ წელს ექსპორტ-იმპორტის ჯამმა 382 მილიონ 400.000 დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. ამ წლის იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა 224 მილიონ 300.000 დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში კლება არის 5.2%. საქართველოს პოლონეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რამდენადაც იმპორტი აჭარბებს ექსპორტს. საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში 10 ან მეტი ადამიანის გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილებია ლიდერულ პოზიციაზე. საქსტატს პოლონეთთან პირველი FDI-ის მიმართულებით რაც აქვს მონაცემები, მოცულობა როგორც აჩვენებს ეს რიცხვები 6 მილიონ დოლარამდე შედეგს დებს, 2000 წელს არის ეს შედეგი აღრიცხული. ყველაზე დიდი მოცულობის 11 მილიონ 800.000 დოლარის ინვესტიცია კი 2022 წელს არის დაფიქსირებული, რასთან ახლოსაც ეს მაჩვენებელი 2024 წელს იყო 11 მილიონ 700.000 დოლარის ფარგლებში. 2025 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემით 7 მილიონ 100.000 დოლარის პოლონური ინვესტიცია შემოვიდა ქვეყანაში, რაც მცირედით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის 7 მილიონ 800.000 დოლარის მოცულობას. ტურიზმის სტატისტიკასაც რომ შევხედოთ, პოლონეთი ტოპ 15 ქვეყანას შორის არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიხედვით სამ ქალაქში, ვარშავაში, კატოვიცეში, პოზნანში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მარკეტინგული კამპანიაც სტარტდება და 9 თვის მონაცემებით პოლონეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 64,210-ია, რაც წლიურ ჭრილში 21%-იანი მატება. ფულად გზავნილებს რაც შეეხება, გასულ წელს საქართველოს პოლონეთიდან 33 მილიონ 800.000 დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო, ამ წლის 9 თვის მონაცემებით კი 25.9 მილიონი დოლარია გადმორიცხული. აქედან მხოლოდ სექტემბერში 3 მილიონი დოლარია შემოსული პოლონეთიდან, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1.4%-ით აღემატება. პოლონური დღეების წლევანდელი დღის წესრიგსაც უნდა დაუბრუნდეთ და მადლობა გვანცა გრიგალაშვილს, რომელიც სტუდიაში შემოგვიერთდა. კიდევ ერთხელ საინტერესო ამბების გაზიარებისათვის მადლობას მოგახსენებთ. გვანც არის პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი და საუბარს ცხადია წლევანდელი რეკორდული მაჩვენებლებით დავიწყებთ. უშუალოდ ამ კამპანიის ფარგლებში 1000-მდე სავაჭრო ობიექტი არის, რამდენადაც ვიცი, წელს ჩართული და
და ეს არის ის რიცხვი, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ცხადია, ამბით უნდა დავიწყო საუბარი, რამ გაზარდა, როგორი არის ეს ტენდენცია, თქვენ ყველაზე კარგად აკვირდებით, ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ შედეგს, მაგრამ თქვენ ამ სამუშაო პროცესში ხართ ჩართული. წელს რა შედეგზე გახვედით და რის დამსახურება ეს ყველაფერი? დიდი მადლობა, რომ ვისაუბროთ, ასევე საინტერესო ციფრები მოიყვანეთ საქართველოს პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვაზე თუ ეს ვთქვათ ეკონომიკურ ნიშნულებზე. რაც შეეხება გაზრდილ რაოდენობას აი ამ სავაჭრო ობიექტებისას, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად გამოიწვია ზუსტად აი ამ იმპორტირებული საქონელის ზრდამ, ასევე ქართული კომპანიების მიერ დაინტერესებამ იმ მიმართულებით, რომ შემოიტანონ პოლონეთიდან, რაც შეიძლება ეს ვთქვათ საინტერესო და მეტი ასორტიმენტის, მეტი პროდუქცია, მრავალფეროვანი ასორტიმენტით და სხვადასხვა დარგობრივ მიმართულებითაც განვითარდა და უფრო მეტი მიმართულება დაემატა. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ეს ვთქვათ განსაზღვრელი ფაქტორია. კი, ვახსენე, რომ ავტომობილები არის ტოპ საიმპორტო პროდუქციაში, მაგრამ ცხადია, როცა მაღაზიებში პროდუქციაზე ვსაუბრობთ, აქაც შეგვიძლია რაღაცა კატეგორიების მიხედვით დავყოთ. ხო, ანუ იგივე თუნდაც ის ობიექტები, რომლებიც წელს ჩაერთმენ, რითი შეგვიძლია გამოყოთ, რა უფრო მეტად აინტერესებს ქართულ მომხმარებელს პოლონეთიდან შემოტანილი პროდუქტისა. კი ბატონო, ეს მსუბუქ ავტომობილებს რაც შეეხება, შეიძლება ნაწილი იყოს პოლონეთში აწარმოები, ნაწილი უბრალოდ ექსპორტირებული. კი ბატონო. რაც შეეხება საქართველოში შემოტანილ პოლონურ პროდუქციას, უმეტესწილად ეს არის რძის პროდუქტები, საკვები პროდუქტები, არის სამშენებლო პროდუქტები, არის საბავშვო პროდუქცია, თავისმოლის საშუალებები, ასევე კოსმეტიკური საშუალებები, არის ასევე საოჯახო ქიმია და ჰიგიენის პროდუქცია, არის ასევე ავეჯის მიმართულება, შემოდის კიდევ ესე ვთქვათ სხვადასხვა აქსესუარები, მაგალითად ასევე ავტოინდუსტრიის მიმართულებით შემოდის ძრავის ზეთები, ისე რომ მაინც რომ დავბრუნდეთ ამ ავტომიმართულებას, საკმაოდ მრავალფეროვანი არის არჩევანი და გამომდინარე იქიდან რომ პოლონეთის თვითონ არის ლიდერი გლობალურ ბაზარზე, მაგალითად ხორცს პროდუქტების მიწოდების, ასევე რძის პროდუქტების მიწოდებით ევროკავშირის ბაზარზე მეხუთე ქვეყანა არის. რაც შეეხება ხორცს პროდუქტებს, ევროკავშირის ბაზარზე მესამე ქვეყანა არის მიწოდებით და საკმაოდ ასე ვთქვათ, ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად ზუსტად აისახება ჩვენს საქართველოსთან იმპორტირებულ საქონელში და ასე ვთქვათ, შეწონილი ფარდობიტობის ნაწილში, ასე ვთქვათ, რა როგორი ფარდობიტობით შემოდის საქართველოში. აღვნიშნავ ასევე იმას, რომ კოსმეტიკური საშუალებების მიმართულებით პოლონეთი არის ლიდერი, გლობალური ლიდერი ასევე, მეექვსე არის ევროკავშირის ბაზარზე და ესე ვთქვათ, საქართველოში ტოპ 3-ში შედის მესამე საავაჭრო პარტნიორი არის. რაც შეეხება ასევე სავაჭრო ბრუნვის ნაწილში და წინა წლის მონათებს 2024 წელს მართლაც რეკორდული მაჩვენებელი იყო პოლონეთთან იმპორტირებული საქონლის და პირველად პოლონ-ქართული ესე ვთქვათ ბიზნეს ურთიერთობებში ეს იყო ისტორიული ნიშნული, რომ პოლონეთი მოხვდა 10 ადგილზე იყო სავაჭრო პარტნიორებს შორის და ეს მართლაც ისტორიული შედეგი იყო. ზუსტად ეს რომ უფრო მეტად განპირობებულია იმით, რომ პოლონური კომპანიები უფრო მეტად ინტერესდებიან ქართული ბაზრით, მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობა და ასევე ქართულ კომპანიებსაც, ქართულ მომხმარებელსაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ პოზიტიური განწყობა აქვს პოლონური პროდუქციის მიმართ, ხაზგაუსვა იმას გამომდინარე ალბათ იქედან, რომ ეურო სტანდარტების პროდუქციას თავაზობს, პრემიუმ ხარისხის პროდუქციას, რა თქმა უნდა და კონკურენტულ ფაზში. ვფიქრობ, რომ ზუსტად აი ამ ვისაუბრებთ მე როგორი არჩევანის როგორი მოხმარებელს რა შეთავაზებები დახვდება ესე ვთქვათ ჩვენს ქსელებში ამ პარტნიორ ობიექტებში ამაზე ვისაუბრებთ რას ორივე კრიტერიუმი ახსენეთ პრინციპში ერთი ქართული კომპანიების და პოლონური კომპანიების ურთიერთობა და პოლონური ბიზნესების დაინტერესება რომ იყვნენ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი და მომხმარებლები რომლებიც იჩენენ ინტერესს და სანდოობას ანუ რეალურად არის კომპანიების მხრიდან დაინტერესება რომ უფრო გაზარდონ მოწოდებ აი ამ ნაწილში ბოლო წლების დინამიკაში პოლონური კომპანიების მხრიდან ინტერესი საქართველოს მიმართ თქვენ ხართ ჩართული ამ ურთიერთობებში ძირთად რა სფეროებში არის ხოლმე და რა ტიპის ურთიერთობებზე არის საუბარი ეს მინდა საიმპორტო თქვათ პროდუქციის ნაწილი არის თუ სხვა მხრივაც შეიძლება B2B ურთიერთობებზე ვისაუბროთ ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის ზუსტადაც ჩვენი ფუნქცია არის როგორც პოლონეთის ეკონომიკის და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებული ქვეუწყების რომ მოვახდინოთ პოლონეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად ინტენსიფიკაცია და უფრო მეტ მაღალ დონეზე აყვანა. რაც გულისხმობს ჩვენ ამას ვაკეთებთ რამდენიმე ვთქვათ გზით, რამდენიმე მეთოდით. ეს არის რომ ჩვენ ჩამოვყავთ სავაჭრო მისიით პოლონური კომპანიები
საქართველოში მიმდინარე გამოფენებზე, განსაკუთრებით სამშენებლო გამოფენაზე, იმიტომ რომ ყველაზე ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება სამშენებლო სექტორია და ისიც კვლავ ევროკავშირის ბაზარზე პოლონეთი მე-6 არის, ესე ვთქვათ, ევროკავშირის სამშენებლო სექტორით დიდით მე-6-ია, ამიტომაც ესე დიდი დაინტერესება და შემოყვავს ხოლმე კომპანიები, ასევე ქართული კომპანიები მიყვავს პოლონეთში სამშენებლო გამოფენაზე მაგალითად და იქაც ჩვენ ორგანიზატორებთან გვაქვს ინტენსიური კავშირი და მათ ვთავაზობთ ქართულ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულებიან ამ პოლონელებთან თანამშრომლობით, რომ უფასოდ წავიყვანოთ კომპანიები, ასევე მიყვავს გამოკვეთილი მიმართულება, რადგან არის კვების გამოფენაზე, შემოდგომას იმართება ხოლმე, ქართული კომპანიები ასევე დაფინანსების მექანიზმი არსებობს აქ, რომ ქართული პროდუქციაც იყოს პოლონური ბაზისისთვის შეთავაზებული. ამ შემთხვევაში ახლა უფრო მეტად ვის თუ აინტერესებთ საქართველოში იმპორტირება კვების პროდუქტების, მაგრამ რაც შეეხება ქართულ ექსპორტიორებს, რომლებიცაც შეიძლება აინტერესებთ პოლონური ბაზარი, ჩვენ ზუსტად ვასწვით ყველაზე ცნობად გამოფენებზე ინფორმაციას, ეს იქნება საკვების მიმართულებით, უფრო მეტად საკვების მიმართულებით არიან დაინტერესებულები. მიგვიწოდებია ხოლმე ინფორმაცია, რომ არის ესეთი გამოფენა და ყველაზე ესე ვთქვათ პრესტიჟული გამოფენა რაც ითვლება პოლონეთში და უკვე ორგანიზატორებთან კავშირის დამყარებით უკვე ისინი განსაზღვრავენ თუ როგორი ფორმით იქნებიან წარმოდგენილი სტენდები. და ორივე მხრივ არსებობს ინტერესი, როგორც პოლონური კომპანიები საქართველოს ბაზარზე შემოსვლის, ისე ხარია ქართული კომპანიები. უშუალოდ წელევანდელ პოლონურ დღეებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ ნინი გიგიჩვილმა სიუჟეტშიც ახსენა, რომ განსაკუთრებული შეთავაზებებია და ამავე დროს არის სხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც მომხმარებლებისათვის ამ პროდუქტის წარდგენას გულისხმობს. რაზე არის საუბარი და ვინ არიან წელს ის კომპანიები და ის ბრენდები, რომლებიც წლევანდელ კამპანიაში ჩაერთვნენ 1000-ის ალბათ ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ რაღაცა ნაწილი შეგვიძლია რომ გაუზიაროთ ჩვენს მაყურებლებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის, ანა. რაც შეეხება პოლონური დღეების მიზანს კიდევ დაუბრუნდები, რას ემსახურება პოლონური დღეები, უკვე ტრადიციად ქცეული, ასე ვიტყოდი, რადგან ჩვენი ვთქვათ არსებობის დღიდან 2019 წლიდან არსებობს ჩვენი უწყება. პირველი პოლონური დღეები მაშინ ჩავატარეს და იქიდან მოყოლებული უკვე მე-5 გამოშვება არის, რიგით მე-5 პოლონური დღეები ტარდება წელს. მთავარი მიზანი არის კვლავ და უცვლელია ეს, რომ ქართულ მომხმარებელს აუმაღლოთ ცნობადობა პოლონური პროდუქციის შესახებ, პოლონური ბრენდების შესახებ, რომ არის საკმაოდ მაღალი ხარისხის პრემიუმ ხაზის პრემიუმ კატეგორიის პროდუქცია, არის ევროსტანდარტების პროდუქცია და რომ შეუძლიათ კონკურენტულ ფასად შეიძინონ. ზუსტად აი ამ კვირეულის და ასე ვთქვათ, ამ პოლონურ დღეების ფარგლებში ყოველთვის გვაქვს ხოლმე დაახლოებით მაქსიმუმ 2 კვირიანი ეს პოლონური დღეები ყოველ წელიწადს. ჩვენ რა თქმა უნდა ქსელების მხარდაჭერით ამას ჩამოვთვლი. ვაკეთებთ ხოლმე ასე ვთქვათ, სხვადასხვა შეთავაზებებს, ფასდაკლებებს, გარკვეულ ღონისძიებებს და ასე ვთქვათ, ეს არის ამოსავალი წერტილი. გარდა ამისა, კიდევ სხვა კომპანიების ჩამოგდიან ხოლმე, რომლებსაც ვცდილობთ რომ შევახვედროთ უკვე ისევ დაინტერესებულ ქართულ კომპანიებს და რომელსაც შეიძლება გქონდეთ მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვაზე საუბარი ამ პოლონურ კომპანიებთან და რაც შეეხება ხა პარტნიორებს რომ გავყვე, გამომდინარე იქედან რომ რამდენიმე თვალსაჩინო სექტორია პოლონური ეკონომიკის, პოლონური წარმოებისა საქართველოში, ზუსტად ამაზე დაყრდნობით გვაქვს ჩვენ მოლაპარაკებებს წარმოებთ სავაჭრო ქსელებთან, რომლებთან ერთადაც ესე ვთქვათ ვაკეთებთ ამ პოლონურ დღეებს და ესე ვთქვათ სექტორულად გავყვებოდი. ეს ერთ-ერთი არის დავიწყებ კოსმეტიკის და ფარმაციის მიმართულებით, ყველაზე მესამე პარტნიორია თქვი პოლონეთი კოსმეტიკური საშუალებების მიმართულებით იმპორტიორებში და დავიწყებდი რომ ჩვენი ღონისძიების პარტნიორები არიან კომპანია რო არ გამომჩეს მიჩვენია რომ ჩამოთვალო ავერსი არის ავერსი ფარმა იმპექსი საფთიაკი არის PSP საფთიაკია ფარმაგიდი საფთიაკია ჩართული ასევე არის ერთ-ერთი კომპანია სადისტრიბუციო მიმართულებით Babyline რომელიც ბავშვის მოვლის მიმართულებით აწარმოებს სამ ხაზის გარშემო სხვადასხვა ტიპის ბატონო და ქსელებში შეაქვთ მოცემულებში შეაქვთ საბავშვო პროდუქცია და ამ თითოეულ ამის ასე ვთქვათ ამ საფთიაკო ქსელის სავაჭრო ობიექტებში ქართულ მომხმარებელს შეუძლია 20-დან 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოს ზუსტად აი ამ 13-დან 24 ოქტომბრამდე პერიოდში პოლონურ პროდუქციაზე და ის ექნებათ შესაბამისი მინიშნულები ყველა პოლონურ პროდუქციას პოლონური დღეების წარწერით და ასევე რა თქმა უნდა ფასდაკლების ნიშნულებიც ექნებათ. რაც შეეხება რომ გავყვე შემდგომ კვების მიმართულება არის ერთ-ერთი მსხვილი სექტორი, სადაც თვალსაჩინოდ არიან პოლონური კომპანიები წარმოდგენილები. მათ შორის დავიწყებ გუდვილში არის გუდვილი არის ჩვენი პარტნიორი ამ ღონისძიების, Smart არის ჩვენი პარტნიორი, Euroinvest არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელსაც სხვადასხვა ქსელებში შეაქვს ასევე ძის პროდუქტები პოლონეთის, პოლონური ძის პროდუქტები.
გამორჩევდი ბოლოსკენ მოვიტოვე ნიკორას ქსელი, რადგან ნიკორა არის ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, ალბათ ვიტყოდი ყველაზე მეტი პოლონური კომპანიების და პროდუქციის პორტფოლიო აქვს ნიკორას და შემოაქვს წლებია თანამშრომლობს ასე ვთქვათ პოლონურ კომპანიებთან. პირველი წლებიდან იყო თქვენი პარტნიორი. წლებიდან იყო ჩვენი პარტნიორი, საკმაოდ აქტიური და მოცულობითი ასე ვთქვათ კამპანია აქვს, პრომოაქტიობები აქვს და მათ შორის ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მათ აქვს ასევე დეგუსტაციები. დღეს ასე გუშინ დაიწყო, დღესაც არის საშუალება კიდევ ექნება მოხმარებელს ეს დეგუსტაციებით იზარგებლოს და ხვალაც იქნება ნიკორას ქსელებში პოლონური პროდუქციის დეგუსტაციის ასე ვთქვათ აქტივობები და შეუძლიათ იზარგებლოთ. Facebook გვერდზე არის ჩვენი პოლონური დღეები საქართველოში, ესე რომ აკრიფოს მომხმარებელმა ნახავს უკვე ჩვენი ყველა პარტნიორი კომპანიის ლოგოს, ესეთი 20 პარტნიორი, მაგრამ საერთო ჯამში ესენი აერთიანებენ 100,000 სავაჭრო ობიექტს, როგორ თქვით, წელს უპრეცედენტო რაოდენობა გვაქვს და შეუძლიათ თითოეული პარტნიორის ვებ გვერდზე შეამოწმონ დაპასდაკლები, ასევე ჩვენი ღონისძიების ვებ გვერდზე პოლონური დღეები საქართველოში და იქ იქნება თითოეული ასე ვთქვათ ფასდაკლებაზე და თუ რომელი ქსელი რა ფასდაკლებას თავაზობს მომხმარებელს ამაზე საუბარი. რომ გავყვეს სამშენებლო მიმართულებას, ესეც ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო და სარემონტო მასალები არის საკმაოდ თვალსაჩინო წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე პოლონური წარმოებლების მიმართულებით. დავიწყებდი გორგიათი, იმიტომ რომ გორგია არის პირველივე დღეებიდან ჩვენი პარტნიორი, რადგან მათაც საკმაოდ დიდი ასორტიმენტი აქვს პოლონური პროდუქციისა. არის დომინო, მათაც საკმაოდ დიდი ასორტიმენტი აქვს. ნოვა არის ჩვენი პარტნიორი. ზოდი საკმაოდ მრავალი წლებია თანამშრომლობს პოლონურ კომპანიებთან და შემოგვთქვათ მაღალი ხარისხის, მართლაც პრემიუმ ხარისხის პროდუქცია საქართველოში. ეკოვუდი არის ასევე, რომელიც როგორც თვითონაც აქვს შოურუმი, ასევე შეაქვს სხვადასხვა ქსელებში პოლონური პროდუქცია, სხვადასხვა დიდი ასორტიმენტი აქვს და შეუძლია მომხმარებელს მათი ასორტიმენტსაც გაეცნოს მათ ვებ გვერდზე. კიდევ დაგვემატა, რაც მნიშვნელოვანია, ეს სუფთა სახლი არის ჩვენი პარტნიორი, წელს პირველად არის სუფთა სახლი. ეს წარმოადგენს ჰიგიენურ პროდუქტების საოჯახო საყოფაცხოვრებო ქიმიის მიმართულებას და აქაც კომპანია ზახართან თანამშრომლობით ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ასორტიმენტი და პორტფოლიო პოლონური პროდუქციისა, განსაკუთრებით ჰიგიენის და საოჯახო ქიმიის ნაწილში და შეუძლია სუფთა სახლში შეიძინოს ქართულმა მომხმარებელმა აქაც ძალიან დიდი ფასდაკლებებით პოლონური პროდუქცია და კიდევ ძალიან კარგი არის დაგვემატა XS ნომერ პირველი სათამაშოების ქსელი საქართველოში. ესეც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი განსაკუთრებული ბრენდია, ფაზლები არის ტრეფლის ფირმის და ესე ვთქვათ, რაც კიდევ განსაკუთრებულია ამ ჩაგვერთო და XS სათამაშოები როგორც პარტნიორი და ასევე ორშაბათ დღეს ექნება სპეციალური გათამაშება იმ პოლონურ დღეებთან, პოლონურ დღეების ფარგლებში და ქართულ მომხმარებელს შეუძლია ამ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოს და ასევე დასაჩუქდეს ამ პოლონური ეს პორტრეტ სათამაშოების ოქტომბრამდე ჯერ კიდევ არის რომ მომხმარებლებმა ამ კამპანიის ფარგლებში მეტი პროდუქტი გაიცნონ, რაც პოლონეთიდან ქართული მომხმარებლისთვის არის შემოთავაზებული. 1000-ს ალბათ ნამდვილად და ხო, საერთო ჯამში არის რას ვიწევთ მნიშვნელოვანი. მიმოვიხილეთ და მე მაყურებელს შევახსენებ, რომ 24 ოქტომბრამდე გრძელდება ეს პოლონური დღეების კამპანია. საინტერესო შეთავაზებები არის უკვე წელს მეხუთედ დაორგანიზებული და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელსაც შევძლებთ, რომ ამ სიახლეებთან დაკავშირებით გაუზიაროთ ჩვენს მაყურებლებს ინფორმაცია. ცხადია იმ ურთიერთობაში, რომელიც საქართველოს პოლონეთს აქვს, მუდმივად თქვათ ხაზზე ევსწრებს საქმის კურსში ვამყოფოთ ჩვენი საქმიანი მაყურებელი, როგორ ვითარდება ეს პროცესები. მადლობა კვანცა ძალიან დიდი სტუმრობისათვის. კვანცა გრიგალაშვილი პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი სტუმრობდა. უზბეკეთისკენ უნდა გადავინაცვლოთ, ახლა ვიდრე კვანცას გავაცილებ, სადაც მნიშვნელოვანია კარგად იყოს ინტეგრირებული ქართული სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის მიმართულებით. ეს თქვა BMG-თან ინტერვიუში უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა და ის აღნიშნავს, რომ უზბეკეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობასთან და ამ მიმართულებით და უზბეკური მხარე საქართველოს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობებს იკვლევს. უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის თქმით, როგორც საქართველოს, ასევე უზბეკეთის შუადერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია და მისი განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ დერეფანის მონაწილე ქვეყნებმა ინფრასტრუქტურა განავითარონ. თუ საუბრობთ იმაზე, თუ რით არის დაინტერესებული უზბეკური ბიზნესი და უზბეკეთი როგორც ქვეყანა, საქართველოთი ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც ხაზგასასმელია, ესაა ლოგისტიკა. საქართველოს შუადერეფნის ნაწილია თქვენი ქვეყანა კარიბჭეა შავ ზღვაზე გასასვლელად, საიდანაც შეგიძლიათ მაგალითად წახვიდეთ ბულგარეთის პორტებში და შემდეგ შეხვიდეთ ევროპულ ბაზარზე. ასე რომ უზბეკეთისთვის გადამწყვეტია კარგად იყოს ინტეგრირებული ქართულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სისტემასთან. შემთხვევითი არ არის, რომ უზბეკეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ მიმართულებით. ბიზნესიც აქტიურად
იკვლევს საინვესტიციო შესაძლებლობებს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში, საწყობებში, პორტებში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. ბევრი რამ არის ჯერ კიდევ შესასწავლი ამ სფეროში. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა და სახელმწიფო პროგრამას ახალი მიზნობრიობა უცხოური ექსპერტების მომსახურების თანადაფინანსება დაემატა. პროგრამით დადგენილია კონსულტანტის და ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების სფეროები. კონსულტანტი განახორციელებს ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურაზე, როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტის შემთხვევაში აგროსაქმიანობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, ხოლო ტექნიკური კონსულტანტი განახორციელებს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიის მიმართულებით კონსულტაციებს. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის დადგენილი პირობით უცხოური კონსულტანტების მომსახურების ღირებულების 70% სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. თანადაფინანსების ლიმიტი 30,000 ლარია. ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში თანადამფინანსების ლიმიტი 70%-ით არის განსაზღვრული, არაუმეტეს 10,000 ლარისა. წლის განმავლობაში პროგრამით სარგებლობა ერთი პოტენციური ბენეფიციარის მხრიდან ორჯერ არის შესაძლებელი და თანადაფინანსების ლიმიტი ჯამში 40,000 ლარს შეადგენს. პროგრამით დადგენილი პირობაა ასევე, რომ უცხოური კონსულტანტის მომსახურების სარგებლობისათვის პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს აგრონომი და მას უნდა გააჩნდეს მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში არანაკლებ 50 ჰექტარი, ხოლო კენკროვანი კულტურების შემთხვევაში არანაკლებ 30 ჰექტარი გაშენებული ერთი კულტურის ბაღი. კარტოფილის ან მარცვლოვანი ერთწლოვანი კულტურებისათვის ერთი კულტურის წარმოებისთვის არანაკლებ 100 ჰექტარი, ბოსტნეულის ან ბაღჩეულის ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში კი ერთი კულტურის წარმოებისთვის არანაკლებ 50 ჰექტარი სახნავი მიწის ფართები. სათბურის შემთხვევაში კი არანაკლებ 1 ჰექტარი სასათბურე მეურნეობა. მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი უნდა ფლობდეს არანაკლებ 2,000 ტონის ტევადობის შემნახველ ინფრასტრუქტურას. მთავრობის დადგენილების მიხედვით 30 კილოგრამამდე კაკლის ექსპორტი გარკვეული რეგულაციებისგან თავისუფლდება. საუბარი არის არაეკონომიკური დანიშნულების, მათ შორის საფოსტო გზავნილზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 30 კილოგრამამდე კაკალს არ შეეხება მოთხოვნები გაუტეხავი კაკლის და კაკლის გულის უვნებლობის და ხარისხის მიმართ. მოთხოვნები რეგულირების ობიექტის უვნებლობის, შეფუთვის და ეტიკეტისადმი. მოთხოვნები აფლატოქსინების პრევენციის შემცირებისადმი, გაუტეხავი კაკლის და კაკლის გულის შესაბამისობის შეფასების პროცედურები. და ყველა ეს პროცედურა ბიზნეს ოპერატორებისათვის არის სავალდებულო. მათ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები შესაბამისობის დეკლარაციასთან ერთად სააგენტოში უნდა წარადგინონ. თველი 2025 იწურება, გადამუშავებული არის 300,000 ტონამდე ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში 304,000 ტონამდე, რაჭაში კი 2,700 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ბოლო მონაცემებით კახეთში მოსავალი 19,000-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა. თველის პროცესში ჩართული იყო 450 საწარმო, 30-მდე ლოკაციაზე იყო განთავსებული სახელმწიფო საწარმოს მიმღები პუნქტები. რაჭაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2,700 ტონა ყურძენია გადამუშავებული და მოსავალი 1,400-მდე მევენახემ დააბინავა. თველის პროცესში 60-მდე ღვინის საწარმოა. ამ შემთხვევაში ჩართული მათ შორის სახელმწიფო საწარმო შპს მოსავლის მართვის კომპანია. ეს იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გეოლდებათ, რომელსაც გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე გაუწყობიან. ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.